როგორ ხართ? ბავშვები უკვე სკოლაში არიან. მარტო ვარ. ახლა უნდა გაჩვენოთ რა ვიყიდე მეორადებში. ჩავიცვამ და დაგენახებთ. მე ბოლოს ვიტყვით რაც გადავიხადე. ყველაფერში ერთად. პირველი ეს არის უგრილეს ურბილესია და ვგიჟდები ზოგადად ფერად ტანსაცმელზე. აი ძალიან მიყვარს წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. სხვადასხვა ძალიან მიყვარს ამოღებული ვერ ვიტან აი აქამდე ყელით. სულ მგონია რომ ვიხრჩობი. აი არაფრით არ შემიძლია რა გავაკეთო. ვერ ვიტან. სულ ეს ვქაჩობ ხოლმე ყელს თუ მაინც რაღაც დიბაძია. ამოღებულები ძალიან მიყვარს. ძალიან მომწონს. მეორე ესე ზუსტად იგივენაირი ქსოვილია. ხელი რაღაცნაირი რბილი. აი ძალიან საყვარელი. გამდაგი. აი ეს არის ლაოა. მე საყვარელს. აი ავიკეცავთ მასაფრის პრობლემა. H&M-ის ზედა. ნახეთ რა საყვარელია. ძალიან მომწონს. შენ რა მოგელანდა? ზოგადად მე ვარ იცი როგორი ტიპის ადამიანი, როგორი კატეგორია. არ მიყვარს ტანსაცმელში დიდი ფულის გადაყრა. ეხლა რომ მქონდეს მილიონები, ალბათ მე რა ვიცი, სულ ერთი იქნებოდა, მაგრამ ანუ პრიორიტეტი ჩემთვის არასდროს არ ყოფილა ტანსაცმელი და ძვირიანი ტანსაცმელი. მე ვფიქრობ, რომ ლამაზად და რაღაცას მოხდენილად და საყვარლად ძალიან მწირი ბიუჯეტითაც შეიძლება ჩაიცვა. ძალიან მომწონს ეს, აი ისეთია რა, არ უნდა გახვიდე. კიდევ ვიყიდე რაღაც. მას სხვა დროს აჩვენებთ. და გეტყვით ეს ის იყო თქო. ეხლა ამას შევყრით, ბარემ დავრეცხავ. არ გავაშრობ მანქანაში და დამიპატარავდება და არ მაწყობს აი ესენი. ისეთი ქსოვილებია. ისე გავაშრობ მანქანის გარეშე. რა ძალა გვადგას, ნუ გავრისკავთ, ძალიან მომწონს, აი კარგესებია. დავიწყეთ. და პრესენს ხონდა. უკვე გამშრალის არეცხიც, მოდი გამოვიღოთ. უი ხო, არ გითხარით ფასი. ეს 5-ზე და ვიყიდე 25 ლარად. ფარვალი ვიყიდე ორივე. სხვადასხვა ფერის. ერთმანეთში რომ არ აერიოთ და არ დახოცონ მე ერთმანეთს. ძალიან მიყვარს მუსიკა. დალაგების დროსაც, აწყობის დროსაც, დაშლის დროსაც, ცუდ ხასიათზეც, კარგ ხასიათზეც, ან მოკლედ, ჩემი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს 13-სადინო კუთხე ცოტა სხვანაირად იყო თავიდან გათვლილი. მან წიგნების თარო საერთოდ სხვანაირი იყო. მაგიდასთან ერთად რაც გავაკეთებინეთ და შემდეგ აი ეს ადგილი გიფსოთი შევაფუთინეთ. მე ეგ ჭიკარტით ვცდილობდი დაამაგრებას და ვერაფრით ვერ დავამაგრე, იმიტომ რომ კინებია მანდ და შევეშვი მერე. ვერ გავითვალისწინეთ რომ ეგ სივრცე დაპატარავდებოდა გიფსოკარტონით, შესაბამისად ის ძველი თაროები ვეღარ ჩაჯდა და ახლის გაკეთება მოგვიწია. რა ცხოვრებისეულია დაუბრუნდა. საზღარი მოძუძგლული ამინდია და არა და არ ეღირსა რომ გაჩერდეს ეს თვიმა რა. უფი ისევ დივანს მივადგი, იმიტომ რომ როცა მოვიკრიბებით ხოლმე რაღაცნაირად ადგილი ვერ ყოფნის. სავარძელი კი არა და დივანი თავის დროზე როცა ვყიდულობდი მეგონა რომ პატარა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ძალიან შევცდი. თან ცოტა სხვანაირად იყო მაშინ დალაგებული და განლაგებული ყველაფერი და რაღაცები ვერ გავთვალე სწორად. ხო და ვნანობ რომ დიდი კუთხე არ ვიყიდე. ხან წამომივლის და ყველაფრის შეცვლა მინდა. ხან მე გადავიფიქრებ ხოლმე რაღაცნაირად თითქოს აღარც მემეტება ამ ბინისთვის ამდენი ფულის ხარჯვა. ხან სამზარეულოს გადმოტანა მინდა, ხან ანუ 1000 რაღაცა აზრები მომდის. კაფეები შემხდა იმ დღეს.
ძალიან კარგი ფასდაკლებით. 3 წელი 100 ლარა. ხო და გამოვიწერე. ერთ-ერთი ესეთი ტაფა მქონდა და ძალიან კარგი გამოდგა. მე შევუკვეთე თეთრები, საყუთზე შავია და არ მინდა რომ მეწწყლოს ახლა ნერვები. გავხსნათ მოკლედ მოვიტანო. და ხა ეს შავები იყოს. თეთრები დასწრინე არა და ყველა და მიწერე თუ არა იგარმოწევს. მაიმე. კი. ხუთი შევია თუ აქ დამლებო. იმედია ესეთი გამოდგება მე როგორიც მგონია. და მე როგორიც მგონია, კარგები უნდა იყოს. კაიხანი მეყოფა. კაიხანი. მესამე. ავაწყოთ. გავსახურები. გავრეცხოთ. მე კი ვფრთხილდები ხოლმე საგულდაგულოდ, მაგრამ საკმარისია რამდენიმე დღით წავიდე და ვაი. ყვავილებიც მოვწყოთ და თავჯდები მე და დავისვენებ კარგად ცოტა ხანი. ზუსტად 1 საათი მრჩება 4 საათია. მეყოფა. რა თქმა უნდა, არც არაფრით დავღლილო არ ახლა ის. ყავა აღარ მინდა, იმიტომ რომ უკვე ორჯერ დავლიე. და მესამეს შემოვიტოვებ საღამოსთვის. ია თეთრი ყოფილა ეს. მოვაშოროთ. ქვია ქრისტეს გვირგვინი ქვია თუ არ ვწდები. ხო ეს მეორეც აპირებს რაღაცას. პატარა კუნწულა აქვს აი აქ. მოვაშოროთ ეს ყვითელი ამასაც. ეს და ეს კალანჰოერა და აბსოლუტურად უმაქნისები. დიდხანს აღარ მოვითმენ მაგათ მსგავსობას. და უპატივცემულობას. ორჩი დღევანდელ საქმეებს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სარეცხს უნდა ვუყარაულო პრინციპში. იქნებ რამე იდეაც მომაფიქრდეს საღამოს ვახშმისთვის. მოვიდა ჩემო ქალბატონი, აუ ბუბუკა შენ გადასავარცხნი ხარ და ცოტა გასაკრეჭი გოგო. შენ გასაკრეჭი ხარ გოგო. მაინი. ჩემი ბუთი. მაინი. ჩემი ფუფულა. ხო, აი ბუბუსაც უნდა მივხედო და ტყუილად ვითრევ ეხლა ფეხს. ავდგებარემ. აქ დაგემშვიდობებით. დავთქვენით, ყოჩაღად.